-20 გრადუსი ცელსიუსით. ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ წინასწარ შეთანხმებული პაუზა. უკრაინის აერთსაწინააღმდეგო თავდაცვის მილევადი რესურსები. რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის ამ კომბინაციამ თითქმის იდეალური პირობები შექმნა უკრაინის ენერგოსისტემაზე ამ ზამთრის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმისთვის. 3 თებერვალს 500-ზე მეტი რაკეტა და დრონი დაატყდა თავს უკრაინულ ქალაქებს, რამაც ისედაც გადატვირთული ელექტროქსელი კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას სულ მცირე 217-ჯერ შეუტია. დარტყმების გაცვლა თვალითვალსწილ პრინციპით ბრძოლის მთელ ველზე ვრცელდება და ამ გაცვლაში რუსეთიც მძიმე დარტყმებს იღებს. ნავთობისა და გაზის შემოსავლების 50%-იანი ჩამოშლა, საბანკო სექტორის ოფიციალურად აღიარებული კრიზისი და ქვეყნის უმსხვილესი უძრავი ქონების დეველოპერი, რომელიც გაკოტრების ზღვარზეა. ეს მხოლოდ ფრაგმენტებია იმ პრობლემების გაცილებით დიდი მოზაიკისა, რომელიც ახლა კრემლს აწევს ტვირთად. მოდით ერთად გავაანალიზოთ ფრონტი და მის მიღმა არსებული სიტუაცია. ალბათ მოგეწონა ის რაც ეხლა დაინახე. შეიძლება სურვილიც გაგიჩნდა რომ იგივეს გაკეთება შენ შეგეძლოს. ეს ძალიან მარტივია. შენ მხოლოდ უნდა გამოიწერო ჩემი YouTube არხი Hagrid-Stage-ში, სადაც მე ვასწავლე ადამიანებს თუ რა აპარატურა არის საჭირო, როგორ უნდა დრონით ფრენის სწავლა და რა დრონი დაგჭირდება კონკრეტულად შენ. არხის ბმული შეგიძლია იხილოს სადღაც აი აქ ალბათ, ან ვიდეოს აღწერაში. შევხვდებით Hagrid-Stage-ზე. 3 თებერვალს ამ ზამთრის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური კომბინირებული ბალისტიკური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რომელმაც ენერგიის გენერაციის მრავალი ობიექტი დააზიანა და სულ მცირე ათეულობით ადამიანი დაშავდა. კრემლმა უკრაინას 71 რაკეტითა და 450 დრონის გამოყენებით შეუტია, რომელთა შორის 300 შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 38 რაკეტა და 412 დრონი ჩამოაგდო. თუმცა 27 რაკეტამ და 31 დრონმა დაცვა გაარღვია და ქვეყნის მასშტაბით 27 ლოკაციას დაარტყა. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა უკრაინაში ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსზე ქვემოთ დაეცა. უკრაინის ეროვნულ ენერგოინფრასტრუქტურაზე ამ სისტემატიური თავდასხმების შედეგად უკრაინის მასშტაბით ახლა გეგმიური გათიშვები მოქმედებს. ელექტროენერგია კი მხოლოდ დადგენილი გრაფიკით მიეწოდება. ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიჰალმა ტელეგრამზე გაავრცელა გაფრთხილება, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. მისი თქმით, რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს დარტყმებს, რათა უკრაინის ენერგოსისტემა ეტაპობრივად კიდევ უფრო დააზიანოს. მხოლოდ კიევში 1100-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მნიშვნელოვანი დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე, სუმზე, დნეპრზე, ზაპოროჟიეზე, ოდესაზე, ვინიცასა და ჩერნიგოვზეც. ზაპოროჟიეში 6 თებერვლის მდგომარეობით 12000 მცხოვრები დენის გარეშე იყო დარჩენილი. თავდასხმამ ფაქტობრივად დაასრულა ხანმოკლე 4დღიანი ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც რუსეთი თითქოს და თანახმა იყო. გარკვეული შვება ევროპულმა მხარდაჭერამაც მოიტანა. თებერვლის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნებმა კიევს 218 გენერატორი მიაწოდეს, რომელთა ჯამური სიმძლავრე თითქმის 30 კილოვატია. ეს ევროკავშირის რეზერვებიდან 457 გენერატორის მიწოდების ფართო გეგმის ნაწილია. მანამდე პოლონეთმა საკუთარი რეზერვებიდან 379 გენერატორი და 18 გამათბობელი, ლიეტუვამ კი დამატებით 90 გენერატორი გამოყო უკრაინისთვის. რუსეთმა თებერვლის გაყინული ღამე კიევზე მორიგის მასიური თავდასხმისთვის შეარჩია. დაწერა სოციალურ ქსელში კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. დაძაბულობის მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს უკრაინული მორალი არ გაუტეხია. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 65% აცხადებს, რომ მზად არის გაუძლოს გაჭირვებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ნახევარზე მეტი უარყოფს აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონის სრულად დათმობის იდეასაც. უკრაინელები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ მათ ყველაზე მკაცრი პირობების ატანაც შეუძლიათ. წერს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ანტონ გრუშეცკი. და არა მხოლოდ ატანა, არამედ ოპტიმიზმის და ბრძოლის ნების შენარჩუნება. დასძინა მან. კიევმა უფრო შეზღუდული მასშტაბით რუსეთის ენერგოსისტემაზე სიმეტრიული დარტყმებით უპასუხა, რაც ყველაზე ხშირად მოსაზღვრე რეგიონების წინააღმდეგ ხორციელდება. ქალაქი, რომელსაც ამ დარტყმების მთავარი სამიზნე დააწვა, ბელგოროდია, სადაც ასევე პერიოდულად ფიქსირდება შეფერხებები ელექტროენერგიის განაწილებაში. მეორე
მხრივ, რუსეთის ნახშირწყალბადების სექტორზე თავდასხმების შესამჩნევად შემსუბუქდა. იანვარში უკრაინული დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ძირითადად ჩაცხრა. დრონები მხოლოდ 3 პატარა ობიექტს დაესხნენ თავს. ამ მშვიდმა პერიოდმა რუს ოპერატორებს ხანმოკლე მოსვენება მისცა და მოსკოვს უბიძგა გაეუქმებინა აკრძალვები ბენზინის ექსპორტზე. ბლუმბერგის ინფორმაციის თანახმად თავდასხმების საერთო რაოდენობა, რაც მოიცავს ქარხნებს, ტანკერებსა და დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, თვის განმავლობაში დეკემბერში არსებული 25-დან 9-მდე შემცირდა. მოთხოვნა და მიწოდება დასტაბილურდა, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. უფრო მეტიც, ახლა ჩვენ გვაქვს საავტომობილო საწვავის სიჭარბე და სინამან. დარტყმების კლების მიზეზი უცნობი რჩება. შესაძლოა კიევმა ამჯობინა რესურსების დაზოგვა და მომზადება მორიგი მასშტაბური ტალღისთვის, როდესაც პირობები უფრო ხელსაყრელი იქნება. თუმცა მთლიანობაში ეს ნაკლებად გავს გარდამტეხ მომენტს და უფრო დროებით შვებას წააგავს. რუსეთის შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან 2026 წლის იანვარში წლიურ წრილში 50%-ით შემცირდა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს 2022 წლის ივნისის COVID-19 პანდემიის პიკის შემდეგ. რუსული ურალსის მარკის ნედლი ნავთობი ახლა ბრენტის მარკის ნავთობთან შედარებით მკვეთრი $20 ფასდაკლებით ივაჭრება, რაც ორჯერ აღემატება წინა საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით $12. გასული წლის ოქტომბერში თეთრი სახლის სანქციების შავ სიაში რუსეთის საწვავის ორი უმსხვილესი მწარმოებლის როსნეფტისა და ლუკოილის შეყვანა, როგორც ჩანს, ხელშესახებ გავლენას ახდენს. მოსკოვისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის თებერვლის დასაწყისში გაფორმებული ახალი შეთანხმება. გარიგების თანახმად ვაშინგტონმა აიღო ვალდებულება შეამციროს ტარიფები ინდურ საქონელზე 50-დან 18%-მდე, ხოლო ნიუ-დელიმ პირობა დადო, რომ შეაჩერებს რუსული ნავთობის შესყიდვას, რომელიც მანამდე ჩინეთთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი იყო. 2024 და 2025 წლებში ინდოეთმა ჯამში $100 მილიარდი ღირებულების რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა. თუმცა ოქტომბრის შემდეგ ეს იმპორტი მკვეთრად შემცირდა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ახლა კვლავ აქვთ მცირე დრო შეკეთებისა და ლოგისტიკის აღსადგენად, წნეხმა გადამწყვეტად გადაინაცვლა მოთხოვნის მხარეს. დაბრკოლებები კი სულ უფრო იზრდება. მსხვილი კლიენტის დაკარგვისა და ნავთობზე მუდმივად დაბალი ფასების გარდა, რუსეთს სულ უფრო უჭირს ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში. 27 იანვარს ევროპის 14-მა ქვეყანამ, რომლებიც რუკაზეა ნაჩვენები, ხელი მოაწერა წერილს, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგორც პირდაპირი გაფრთხილება რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში მოქმედი ტანკერები, რომლებიც ცვლიან დროშებს, დიშავენ ტრანსპონდერებს ან არ გააჩნიათ სათანადო დოკუმენტაცია, ამიერიდან განიხილებიან როგორც მოქალაქეობის არ მქონე ხომალდები. ასეთი გემები თავის მხრივ შეიძლება სამართლებრივი რისკის გარეშე იქნან დაკავებული. ეს აღარ არის თეორიული საკითხი. სულ რაღაც რამოდენიმე დღით ადრე, 22 იანვარს, ესპანეთის სამხრეთ სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში, ალბორანის ზღვაში ესპანეთსა და მაროკოს შორის საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ბრიტანეთის დახმარებით დააკავეს ტანკერი გრინჩი. დაკავების მიზეზი გახდა ეჭვი, რომ ხომალდი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნოდა. ეს ეჭვები საფუძვლიანი აღმოჩნდა. გრინჩის სანქციების სიებში ფიგურირებს ალტერნატიული სახელით კარლით, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ს რეესტრებში და ფაქტობრივად ორმაგი იდენტობით ოპერირებს. ტანკერი მურმანსკის არქტიკული პორტიდან გამოვიდა. მისი ეკიპაჟი ინდოელებისგან შედგებოდა, ხოლო გემი კომორის კუნძულების ყალბიდროშის ქვეშ დაცურავდა. ეს ოპერაცია წარმოადგენს პირველ კონკრეტულ ნაბიჯს ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ახალი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სატანკერო ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლას. ხოლო 27 იანვრის შეთანხმება მიანიშნებს, რომ ეს პოლიტიკა ახლა მთელ ევროპაში გავრცელდება. ნავთობით ვაჭრობის ბაზარზე არსებული ცუდი პირობები ბუნებრივად აისახება ფართო ეკონომიკურ სტრესზე, წნეხზე, რომელიც რუსეთში თითქმის 4 წელი აგროვდება. ამჯერად მოსკოვის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრმა ოფიციალურად აღიარა, რომ რუსეთის საბანკო სექტორი კრიზისშია. როგორც მოსალოდნელი იყო, გამომწვევ მიზეზებს შორისაა არამომგებიანი ან სრულად გადახდის უუნარო აქტივების მაღალი წილი, ბანკის კლიენტების მიერ თანხების მასობრივი გადანის პროცესთან ერთად. თუმცა ცენტრი ამტკიცებს, რომ კრიზისი კვლავ ზომიერი მასშტაბისაა. მსგავსი დამშვიდება ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას. საბანკო სექტორის სიჯანსაღესთან მჭიდროდ დაკავშირებულმა რუსეთის უმსხვილესმა უძრავი ქონების დეველოპერმა, სამალოტმა, ოფიციალურად მოითხოვა 50 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფო დახმარების სახით. კომპანიას ამ მომენტისთვის 350 მილიარდი რუბლის ვალი აქვს და გაკოტრების ძალიან რეალური რისკის წინაშე დგას. მისი აქციები
გაცევის ფასი კი ჩამოიშალა. და როგორია მთავრობის პასუხი? ვინც იღუპება, მის თავს დააბრალოს. განაცხადა სვეტლანა რაზვოროტნევამ, სახელმწიფო დუმის მშენებლობის, საბინაო პოლიტიკისა და კომუნალური მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. მან დაამატა, რომ ბიუჯეტს ამჟამად არ შეუძლია ბიზნესის მხარდაჭერა, მათ შორის სისტემურად მნიშვნელოვანი ბიზნესებისაც კი. ეს პოზიცია სულაც არ არის გასაკვირი, როდესაც რუსეთის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 50% ახლა სამხედრო და ომთან დაკავშირებულ მიზნებზეა მიმართული. ასეთია გერმანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის BND-ს შეფასებები. აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს დაახლოებით 295 მილიარდ დოლარს უდრის, რაც მეთოდოლოგიის მიხედვით რუსეთის MŠP-ს 10-12%-ის ეკვივალენტია. BND ასევე აღნიშნავს, რომ რეალური ხარჯები 66%-ით მეტია იმაზე, რასაც რუსეთის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს. და მაინც, მიუხედავად ამ უზარმაზარი ხარჯებისა, კრემლი ვერ ახერხებს დააფინანსოს ან ააგოს სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც მასშტაბითა და ეფექტურობით გაუტოლდება ამერიკულ Starlinks. სწორედ ამიტომ რუსულმა ძალებმა გარკვეული ხნის წინ უკრაინულ ქალაქებზე დრონებით თავდასხმების კოორდინირებისთვის Starlink-ის ტერმინალების არასანქცირებულ გამოყენებას მიმართეს. რუსული ძალების მიერ Starlink-ის ტერმინალების გამოყენების პირველი დადასტურებული შემთხვევები 2023 წლის ზაფხულით თარიღდება. თუმცა 2024 წლის დასაწყისისთვის რუსეთმა დაიწყო სისტემის მასობრივი გამოყენება. 2025 წლის დეკემბრიდან მოყოლებული რუსეთის უპილოტო სისტემების დანაყოფმა რუბიკონმა დაიწყო Starlink-ის ტერმინალებით აღჭურვილი Molnias ტიპის დრონების განლაგება უკრაინულ ქალაქებზე დარტყმების განსახორციელებლად. თუმცა ამ პრაქტიკას ახალი ცვლადის მიხაილო ფიოდოროვის სახით გამოჩენა პრობლემები შეუქმნა. თეთრ სიაში შეტანილი Starlink-ის ტერმინალები აგრძელებენ ფუნქციონირებას, ისინი რომლებიც მის მიღმა არიან დაიბლოკება, განაცხადა ფიოდოროვმა. რუსული Starlink-ის ტერმინალები მყისიერად გამოუსადეგარი გახდა. Starlink-ით აღჭურვილი დრონების მონაწილეობით განხორციელებული დეკემბერ-იანვრის თავდასხმების ტალღის შემდეგ ფიოდოროვი და მისი გუნდი დაუკავშირდნენ SpaceX. პრობლემის შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში ფიოდოროვმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა კომპანიის პრეზიდენტს გვინ შოტველს, ასევე პირადად ილონ მასკს ჩარევისა და რუსების ხელში არსებული სისტემების დეაქტივაციისთვის. მასკმა ანალოგიურად თავაზიანი ტონით უპასუხა. ეს ეპიზოდი იყო უკრაინის თავდაცვის ახალ ხელმძღვანელობასა და ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს, კერძოდ თავად მასკს შორის ეფექტური კოორდინაციის დემონსტრირება. ფიგურა, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებული წარსული განცხადებების გამო მნიშვნელოვანი და ხშირად სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა, ამ შემთხვევაში ნამდვილად აღიარებას ეღირსა. რუსების მხრიდან სამხედრო ბლოგერმა პაվել გუბარევმა შედეგების შელამაზების გარეშე აღწერა. ახლა ავტომატურად ჩვენ წავაგებთ გადაწყვეტილების მიღების ისრაფესა და სიტუაციურ ცნობიერებაში. ამას ტექნოლოგიური ჩამორჩენა ჰქვია. მაშინ როცა გაზპრომის სატელიტურ თებშებზე ინტერნეტის საკვანძო საკომუნიკაციო ჰაბებსა და სამეთაურო პუნქტებში მეტნაკლებად მუშაობს, უპილოტო საფრენი აპარატების ეკიპაჟები, რადიოელექტრონული დაზვერვისა და ბრძოლის ჯგუფები, სასიცხლე ძალა და ქვეითა პოზიციები ახლა ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის მაუწყებლობა, არ არის ბრძოლის ველის გამოსახულება და ასე შემდეგ. ახლა რა ბრწყინვალე გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ მეთაურებმა ადგილზე, ჩვენ უბრალოდ წავაგებთ გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების სისწრაფეში ბრძოლის ველზე. ეს გავს შუმახერის დასმას ლადას საჭესთან, ხოლო რიგითი მძღოლისას ფერარის საჭესთან. შუმახერი რბოლას ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს, რადგან ტექნოლოგიური ბაზა განსხვავებულია, სხვა ვარიანტი კი არ არსებობს. ოპერატიული მონაცემთა გასვლის ალტერნატიული ადგილობრივი სისტემები არ შექმნილა. ფედოროვის მრჩეველი სერხი ფლეში კიდევ უფრო პირდაპირი იყო. ტერს მხოლოდ პრობლემები კი არ აქვს ფრონტზე. ტერს კატასტროფა აქვს. მთელი სამხედრო მართვის სტრუქტურა ჩამოიშალა. შეტევითი ოპერაციები ბევრ უბანზე შეჩერებულია. თუმცა ამავდროულად უკრაინელმა ანალიტიკოსმა ტატარიგამიმ სიფრთხილისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ის დეაქტივაციამ მართლაც გამოიწვია სერიოზული შეფერხება რუსეთის მართვისა და კონტროლის სისტემებში, მისი აზრით ეს არ ნიშნავს სრულ კოლაფსს. რუსეთი ნერგავს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს, აღნიშნა მან. ისინი უარესია, მაგრამ მაინც ფუნქციონირებენ. კიდევ ერთი დადებითი სიახლე უკრაინის ფართომასშტაბიანი ტანჯვის ფონზე დაკავშირებული იყო სპეცდანიშნულების რაზმ ალფას მიერ გასულ წელს ჩატარებული ოპერაციების შედეგების გასაჯაროებასთან. იანვარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისმა ელიტურმა ქვედანაყოფმა ალფამ 2025 წელს ჩაატარა წარმატებული შეტევითი ოპერაციების სერია 5 რუსული სამხედრო ბაზის წინააღმდეგ, რასაც 15 თვითმფრინავის განადგურება მოჰყვა. ოპერაციები იყო იმ შორი მოქმედების დრონებით დარტყმების კამპანიის ნაწილი, რომელმაც სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია. ეს ოპერაცია არ უნდა აგვერიოს ოპერაცია ობობის ქსელში.
28 იანვარს SBU-მ გამოაქვეყნა ვიზუალური მტკიცებულებები და დარტყმების სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ განადგურდა 11 საბრძოლო თვითმფრინავი და ბომბდამშენი. მათ შორის SU-30, SU-34 და SU-27 ტიპის გამანადგურებლები. დარტყმებმა ასევე გაანადგურა 3 შოლმფრენი, Mi-28, Mi-26 და Mir-8, ასევე ერთი An-26 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი. ასევე ვრცელდება ცნობები FP5 ტიპის რაკეტების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შესახებ, თუმცა არა იმ მასშტაბით, რასაც თავდაპირველად მწარმოებელი Firepoint ტიპირდებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ თვეში 200-მდე რაკეტის წარმოებას შეძლებდა. ეს არ ნიშნავს, რომ FP5 პროგრამა შეფერხდა. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, Flamingos რაკეტები გამოიყენეს კაპუსტინიარის პოლიგონზე დასარტყმელად, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 800 კილომეტრში. ადგილზე, საიდანაც სავარაუდოდ რუსეთი ორეშნიკის სარაკეტო სისტემების გაშვებას ახორციელებს. საშუალო და შორი მოქმედების სისტემებზე საუბრისას კიდევ ერთი მოვლენა იმსახურებს ყურადღებას. 2026 წლის 5 თებერვალს New Start-ის ხელშეკრულებას, სტრატეგიული შეიარაღების შეტევითი პოტენციალის შემცირების ხელშეკრულებას რუსეთ-ამერიკას შორის ოფიციალურად ვადა გაუვიდა. შეთანხმება ზღუდავდა ორივე მხარის მიერ განლაგებული ბირთვული ქობინების რაოდენობას 1550-მდე თითოეული მხარისთვის. ამასთანავე აწესებდა ლიმის განლაგებული გადამტანი სისტემების რაოდენობაზეც. New Start-ი ძალაში 2010 წლიდან შევიდა და ბოლოს 2021 წელს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მიერ 5 წლით გახანგრძლივდა. მისი ვადის გასვლა ნიშნავს, რომ 1972 წლის შემდეგ პირველად შეერთებული შტატები და რუსეთი მოქმედებენ ყოველგვარი ოფიციალური შეზღუდვების გარეშე მათ ბირთვულ არსენალებზე. ზოგადად რომ თქვათ, აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი ნაკლებად იყო დაინტერესებული მხარე, როდესაც საქმე ხელშეკრულების გახანგრძლივებას ეხებოდა. დონალდ ტრამპმა მანამდე New Start-ის შეაფასა როგორც ცუდად შეთანხმებული გარიგება და ამტკიცებდა, რომ ის ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებდა. აბუ-დაბიში გამართული ბოლო მოლაპარაკებები დასრულდა ორივე მხარის შეთანხმებით, რომ დაიცავენ ხელშეკრულების პირობებს სულ მცირე დამატებითი 6 თვის განმავლობაში, რა დროსაც მოსალოდნელია მოლაპარაკებების წარმოება ახალი ჩარჩო შეთანხმების მისაღწევად. თითქმის არ არსებობს ეჭვი, რომ New Start-ის ვადის გასვლა გაცილებით დიდ პრობლემას უქმნის რუსეთს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ბირთვული ძალების შენახვა ძალზედ ძვირი სიამოვნებაა და რუსეთის სახელმწიფო ფინანსების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც უკვე გადატვირთულია უკრაინაში მიმდინარე გამოფიტავი ომით. მისი ბირთვული არსენალის გაფართოების ნებისმიერი მცდელობა ფანტასტიკის სფეროს ესაზღვრება. ამის საპირისპიროდ შეერთებულ შტატებს სურს, რომ ნებისმიერმა ახალმა შეთანხმებამ ჩინეთიც მოიცვას. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, თუ გსურთ რეალური შეიარაღების კონტროლი 21 საუკუნეში, ვერაფერს გააკეთებთ ჩინეთის ჩართულობის გარეშე. მისი არსენალის ზომისა და სწრაფი ზრდის გათვალისწინებით. პეკინი კი მუდმივად უარს აცხადებს რაიმე ვალდებულების აღებაზე და ამტკიცებს, რომ ამას არ გააკეთებს მანამ, სანამ მისი ბირთვული ძალები არ მიაღწევს სულ მცირე პარიტეტს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ძალებთან. ფრონტის ხაზზე რუსეთი აგრძელებს ინიციატივის ფლობას, თუმცა იანვარში მისი ტემპი შესამჩნევად შენელდა. როგორც ანალიტიკოსი თორკილი Deep State-ის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, თვის განმავლობაში უკრაინამ 245 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგა, რაც 45%-იანი კლებაა დეკემბერთან შედარებით, როდესაც დანაკარგები ჯამში 445 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. რუსეთის წინსვლის ძირითადი ნაწილი სლოვიანსკის მიმართულებით განხორციელდა. Deep State-მას ტენდენცია შემდეგნაირად შეაჯამა. ყურადღებას იქცევს შეტევითი აქტივობის შედარებით მცირე პროცენტული კლება, ხოლო 4%-ით ნაკლები დეკემბერთან შედარებით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამხედრო პერსონალის უმეტესობა იანვარს ზოგადად ნაკლებად ინტენსიურ თვედ მიიჩნევს, თუმცა სხვა ანალიტიკური ცენტრები მკვეთრად განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ. როჩან კონსალტინგი უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებს ამაზე ორჯერ მეტად აფასებს, 572 კვადრატულ კილომეტრად, რომლის 30% ჰულიაიპოლეს გარშემოა კონცენტრირებული. მსგავს დასკვნამდე მიდის რუსული სლივოჩნი კაბრიზიც. შესაბამისად შეტაკებები მთელი ძალით გრძელდება. ამის დასრულება დონალდ ტრამპის მიერ კურთხეული დიპლომატიური დუეტის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის გაცხადებული მიზანია, რომლებმაც 3-დან 5 თებერვლის ჩათვლით აბუ-დაბიში უკრაინელ და რუს წარმომადგენლებს შორის სამხრივი მოლაპარაკებები გამართეს. თუმცა ამ მოლაპარაკებების მორიგ მარცხად მოხსენიება არაზუსტი იქნებოდა. მათი კონკრეტული შედეგი იყო შეთანხმება 314 სამხედრო ტყვის გაცვლაზე. 5 თებერვალს სახლში 157 უკრაინელი ტყვე დაბრუნდა. და მაინც, სწრაფად მშვიდობის შესახებ ხშირი დაპირებების მიუხედავად, რომლებიც იმდენად ხშირად მეორდება, რომ ყოველგვარი აზრი დაკარგა, ომის მყისიერი დასრულებისკენ მიმავალი მკაფიო გზა მაინც არ ჩანს. მადლობთ რომ გვიყურეთ ბოლომდე, მოიწონეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, თუ როდის დასრულდება ეს საშინელი ომი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.